მეჩვენება რომ ბოლო წლების განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერზე ხდება თითის გაშვერა სამოქალაქო სექტორზე, ოპოზიციაზე, რა თქმა უნდა, მედიაზე და ეს არ არის ნამდვილად შემთხვევით. ეს არის სწორედ იმ კონკრეტული გეგმის ნაწილი, რომლის მიზანია საქართველოში რუსული გავლენების გაზრდა და სწორედ ამ მიზნით ხორციელდება პრაქტიკულად. ყავს დღეს ოცნების სახით. ოცნების მიზანი ყოველთვის იყო, რომ რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ხელისუფლებაში შეენარჩუნებინა მათ, როგორც კი დაინახეს, რომ ეს უკვე აღარ გამოსდიოდათ და დასავლეთის ცივილიზაციის ნაწილად ყოფნა რაღაც თამაშის წესებზე წასვლას მოასწავებდა და მათ უნდა დათანხმებულიყვნენ მათ შორის იმ არჩევნებს და შესაძლოა ერთ დღესაც არ გაემარჯვათ და ვერ გაემარჯვათ არჩევნებში. რა თქმა უნდა, მათ საბოლოოდ გამოამჟღავნეს საკუთარი თავი, მაგრამ მთლიანობაში დღეს ოცნება არის არა მხოლოდ პრორუსული ხელისუფლება, არამედ ეს არის ჩემთვის უფრო რადიკალური რაღაც ექსტრემისტული პოლიტიკური ჯგუფი. სწორედ ეს არის პრობლემა. ან როცა სახელმწიფოს მართავს ჯგუფი, რომელიც არ ეფუძნება სახალხო მხარდაჭერას. როდესაც მოსახლეობის 80% არის ევროინტეგრაციის მომხრე და სრულიად სხვა მიმართულების ქვეყნის განვითარების. და მცირე ადამიანების ჯგუფი მართავენ ხელისუფლება, ხო, მართავს ქვეყანას, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ღირებულებები გააჩნია, სხვა მისწრაფებები გააჩნია და სხვა სურვილები აქვს. ხო, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს რაღაცნაირად იმიტომაც იყენებს ასეთ მეთოდებს ხელისუფლება, იმიტომაც ცდილობს მაქსიმალურად ჩაკლას ის პროტესტი. თალიბანი, რომელიც ხელისუფლებაშია, ხო, მოსული, ის სულაც არ არის სასარგებლო მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერის სხვათა შორის, მაგრამ არის რადიკალური ჯგუფი, ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც ეფუძნება ძალადობას, რომელიც აღიარებს ძალადობას და სწორედ ასეთი ძალადობის მეშვეობით არის მოსული ხელისუფლებაში. საქართველოს ხელისუფლება დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ითვლება, რომ არის არჩევნების შედეგად მოსული, პრაქტიკულად ჩემთვის არის ესეთი რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც პრაქტიკულად რა შვება, ანადგურებს ყველა იმ ინსტიტუტს, იმ მანამდე არსებულ სტანდარტებს, იმ წესებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებელია ქვეყანა განვითარების სწორი მიმართულებით განვითარდეს და სწორედ ამიტომაც მას არ აწყობს ეს მოდელი. სწორედ ამიტომაც ის არის სწორედ რადიკალური ექსტრემისტული ძალა. თუ კი ადრე იგივე ალტინფო იყო და სხვა ალტინფო ბოლო პერიოდში უფრო რაღაც რაციონალურ განცხადებებს აკეთებს, ხო? ვიდრე საქართველოს მართველი პარტია. სანქციებისთვის ჯილდო არ უწოდებიათ ყოველ შემთხვევაში, როგორც ქართული ოცნების ზოგ წევრს. ნუ კიდევ უფრო მეტად რადიკალური გახდნენ ვიდრე ასეთი ჯგუფები.